მოგესალმებით, მოცემულ ვიდეოში ვნახავთ თუ როგორ დავუმატოთ დამატებები ჩვენს კერძებს. მაგალითისთვის გვაქვს პიცა პეპერონი და გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ მეტი პეპერონი. გადავიდეთ მენიუს კატეგორიაზე. რადგან პირველად ხდება დამატებების განხორციელება, უმჯობესი ავირჩიოთ ინგლისური ენა, რათა შემდგომ სხვა ენებზე გაგვიმარტივდეს გადათარგმნა და დასახელება გადმოიტანოს. ჩვენ შემთხვევაში გვინდა ნაყინზე დამატებების განხორციელება, ავირჩიოთ. როგორც ხედავთ, ორი ვარიაცია უკვე შექმნილია, ვანილის და შოკოლადის. ფასი არის იდენტური, 15 ლარი. ნახოთ ვიზუალურ ნაწილში როგორ გვიჩანს. ვანილი და შოკოლადი. მოდით დავუმატოთ დამატებები. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს სექცია დამატებების. შევიყვანოთ დასახელება. ჩვენ შემთხვევაში გვინდა ბანანის დამატება. ფასი 3 ლარი. და გვინდა რომ ვანილს დავუმატოთ ბანანი. დავჭიროთ save. შემდეგ გვინდა რომ დავამატოთ მარწყვი. თუმცა გვინდა რომ ამ ეტაპზე დაიმატოს როგორც ვანილის, ასევე შოკოლადის ვარიაციებს. ამისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს კონტროლი ჩვენს კლავიატურაზე და მოვნიშნოთ ორივე ვარიაცია. დავაჭიროთ save. როგორც ხედავთ, ორივე დამატება წარმატებით დაემატა. გადავიდეთ ვიზუალურ ნაწილში და ნახოთ როგორ გამოგვიჩნდება. ავირჩიოთ ვანილი. ვანილის შემთხვევაში გამოგვიჩნდა როგორც ბანანი, ისევე მარწყვი. თანხაც ავტომატურად ემატება. გადავიდეთ შოკოლადის ნაწილში. აქ მხოლოდ მარწყვი. ახლა ვნახოთ ქართულ ენაში როგორ გვიჩანს. როგორც ხედავთ, ქართულში ანალოგიურად დაემატა და გადმოიტანა ინგლისური დასახელება. ავირჩიოთ ქართული. edit-ის მეშვეობით შევცვალოთ დასახელება. შევამოწმოთ. როგორც ხედავთ, გადაითარგმნა, გადავამოწმოთ ინგლისურიც. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა ამ ვიდეოში. მადლობა ყურადღებისთვის.